მოგესალმებით, დღეს პარასკევია და პალიტრატივის ეთერშია ყველაზე მხიარული გასართობი შოუ მიმიხვდი. Რა თქმა უნდა, დღეს ისევე როგორც ყოველთვის ერთმანეთს დაუპირისპირდება სამი წყვილი. წყვილები კი თქვენთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ადამიანებისგან არის დაკომპლექტებული, ასე რომ მე გირჩევთ, რომ შემოგვიერთდეთ, დაგვითმოთ თქვენი დრო, არჩიოთ რაც თავარია თქვენი ფავორიტი წყვილი და უგულშემატკივროთ მათ თამაშის ბოლომდე და რა თქმა უნდა, აქ ვკვირდებით, რომ წინ ძალიან დიდი მხიარულება, გართობა და ბევრი სიცილი გველოდება, ისევე როგორც ყოველთვის, დღესაც ძალიან მხიარულად გავატარებ დროს დარწმუნებული ვარ. მაშასე მოდით გადავიდეთ საქმეზე და მინდა გაგაცნოთ ჩვენი დღევანდელი წყვილები. მაშასე დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან გია სურამელაშვილის და გიორგი წერეთელის წყვილი. დიდი მადლობა. ბრავო. ნატა ბერეჟიანი და როლანდო ქროფირიძე. დიდი მადლობა თქვენს და მესამე წყვილი გაგა ჩიხლაძე და ლაშა ნოზაძე. დიდი მადლობა თქვენ იმისთვის რომ დაგვსახდით, იმისთვის რომ მოხვედით და იღებთ მონაწილეობას ჩვენს თამაშში და დასაწყისშივე გეტყვით იმას რომ ძალიან გავერთობით, ბევრს ვიცინებთ, ვიხალისებთ და ესე ხალისიანად გავატარებთ დროს. გადავიდეთ მოდით წესების ახსნაზე, ბევრს აღარ ვილაპარაკებ და გეტყვით იმას რომ ჩვენი თამაში 4 ტურისაგან შედგება. ვიწყებთ რა თქმა უნდა პირველი ტურით, რომელიც მე თუ მკითხავთ არის ყველაზე მარტივი, თქვენ ხედავთ რომ მე ხელთ მაქვს კალათი, სადაც თავმოყრილია პატარა ფურცლები. ამ ფურცლებზე წერია თქვენთვის კარგად ნაცნობი პიროვნებების სახელი და გვარი. ეს შეიძლება იყოს მომღერალი, შეიძლება იყოს მსახიობი, ფილმის გმირი და ასე შემდეგ, თუმცა რა თქმა უნდა ყველა მათგანი კარგად იცით და რაღაცა განსაკუთრებული ახალი აქ არაფერი არ გელოდებათ. პირველ ტურში რამდენი სიტყვითაც გნებავთ, იმდენი სიტყვით შეგიძლიათ აუხსნათ თქვენს მეწყვილეს, თავარია ნუ იტყვით სახელს და გვარს, თუ მომღერალია სიმღერა წაუმღერეთ, თუ მსახიობია სადი თამაშა ისუწყარით, მოკლედ სახელს და გვარს არ ვამბობთ და რაც შეიძლება სწრაფად გადავდივართ შემდეგზე. თითო სწორი პასუხი არის თითო ქულა და გაქვთ 1 წუთი. 2 წუთი უკაცრავად, 2 წუთი იქნება თქვენს განკარგულებაში. კარგი, წარმატებებს გისურვებთ, მოკლედ, გადავიდეთ თამაშზე და დავიწყებთ პირველი წყვილით. გაგა და ლაშა დაიწყებენ თამაშს. გაგა, ეს კალათი შენ. 2 წუთია როგორც გითხარი შენს განკარგულებაში და რაც შეიძლება სწრაფად ამოიღებ ფურცელს, აუხსნი ლაშას და გადავალთ შემდეგზე. თუ მზად ხარ, შეგვიძლია რომ ჩავთოთ წამსამი. რა დავიჩაგრე? კი ბატონო, წამსამი ჩაირთო, დაიწყე. ვახ. ვახ, ჩემი. ისა, რუსი მომღერალი ქალია, ნუ პრიმადონა, ბარისოვნა რა. ალა, ო, ეგა. უგაჩვენე. გავაგრძელეთ. აქ რა მოგიყვანა შე და ალოცვი. ვენახი? რა, სერგო ზაქარია. ო, ძალიან ცნობილი ქართველი მომღერალია, აი ნინიკო. ბადურია. მულტფილმის პერსონაჟია მწვანე, ის ამ მწვანე კი? ხო, ეგ არის ჯიგარი ხარ. აჩა, ძალიან კარგად მივიდივართ. ო, ჯიგარი, ესეთი ჩვენი დამსახურებული არტისტი, მოცეკვავე სუხიშვილის ისა დიდი ლიგო და ნინო რამშვილი ვინ რომელი ერთი? ეგ არის, ხო, ნუ ვერაუხსდი ხა. გაგა, შეგიძლია რაიმე ასოციაცია დააკავშირო და მიამსგავსო ან სახელს ან გვარს, ოღონდ არსებული სიტყვით, თუ რამე გავს და ისე შეგიძლია. რა, ანუ ფილმების დამახსოვრება მიჭირს, ნუ ისა მსახიობი ჩვენი შეგიძლია უთხრა ქალია, კაცია, ქართველია, არ არის ქართველი. იმის დედა არ არის. ბიჭო, როგორ აგიხსნე ხა უცებ ფილმი არა, მსახიობი კი არა და ულამაზესი ქალბატონი, ესე იგი ჟურნალისტი რო არის, იმის დედა არის, ბიჭო. გაბუნია არ არის, ხო, გაბუნიას დედა, გიორგი გაბუნიას დედა რო არის. ეხლა ნიჭიერში კი არა და რა რომელი შოუ იყო აბძანეს ეს ქალბატონი რა. აი რა ქვია, იცი? ისა რომეოს შეყვარებული. დრო გავიდა ეს არის. ეს არის. რამე რომეოს შეყვარებული ძამა. რომეოს შეყვარებული. რომეო და და მეთქვა ეგავი. ძალიან კარგი იყო, 5 სწორი პასუხი. ეს ჩააბრუნე. ქალბატონი ჯულიანა. ქალბატონი ჯულიანა უნდა ჩააბრუნო. რომეოს შეყვარებული. მაშასე 5 სწორი პასუხი. კი, 2 წუთი გავიდა. 5 სწორი პასუხი დააგროვა ლაშამ და გაგამ და ვაგრძელებთ. კალთი გადავაწოდოთ ნატას. მივხვდით რაც ხდება, ძირითადი პრინციპი. დაშიც მდგომარეობს. აიმე. და თუ მზად ვართ, ჩვენ შეგვიძლია რომ ჩავართოთ წამსამი, გისურვებთ წარმატებებს და დრო წავიდა.
გომოსექსუალი მომღერალი, სათვალების კოლექცია აქვს ძალიან ბევრი. რას მღერის? ხო არ წაუმღერებ? ხო, ვერ წაუმღერებ. გაიხსენი, უკრავს მღერის, ბევრი სათვალე აქვს, გათხოვდა, ისეთ ქორწინებაშია მამაკაცთან. სადაურია შეგიძლია ეს მე მგონი ბრიტანელია თუ არ მეშლება, მაინც თავი მაინც დამეკლიათ, ხო? ჯასტინ ბიბერი შეყვარდა. არა. ხელს უშლით. რა ქვია? ნატა შეგიძლია თუ რამეს გავს გვარი ან სახელი მიამსგავსე რაიმე სიტყვას, ოღონდ არსებულს. ჩვენ ინტერესებში არ არის. ჯონი რა. ოღონდ სახელიც გავიხსენე. ხო, სახელი, ნუ თქვა, ეხა გვარი თქვა. იქნება სახელი სახელი და გვარი უნდა თქვას დავწუხაროთ. მიამსგავსე რამეს სახელის. ჯონი? არა, ჯონი და სახელი გაიხსენე. ჯონი გვარია ეხლა ამ შემთხვევაში და სახელი რამეს იქნება მიამსგავსო ნატა. რაიმე სახელს თუნდაც ან რაიმე სიტყვას. ვიცი პიანინოსთან რომ ღერის. ხო, თქვა გვარი რა, არ შეიძლება გვარი. დავწუხაროთ, უნდა თქვას სახელიც. ნუ მოდი მიამსგავსე რამეს სახელი. სახელი რას გავს? გამახსენე რა ჯანდაბა ქვია. ან რაღაცა ასოები იქნება მიამსგავსე. საყურე აქვს და პიანინოსთან ღერის უბედურად მაგარი მომღერალი. ვერ ვამსგავსებ სახელს ვერ. რა უნდა რამე სიტყვას მიამსგავსე ასოციაციით არ გაქვს? 30 წამი ჯერ კიდევ გაქვთ დრო. აბა. ხო, ნუ, აი, წავედით. იმასთან რომ ღერის. ხო, ვიცი. აი, მე მოგეხმარები. აი, მაგალითად ელიტა. ელიტა. ო, ელტონ ჯონი. ვერ გაიხსენე მე. იტალიელი ეს არის ოპერის მომღერალი, მსუქანი არ არის ცოცხალი. პავაროტი. ხო, დამივარდა. არ არის. ჯაზმენია ქართველი ისა მომღერალი ქალი არის, ფუთქუნა ესეთი. რა ქვია, ქათამაძე. არა, ჯაზს მღერის. ატაგულიაშვილი. გავიდა დრო, ეს არ თქვა ვინ იყო. ჩააბრუნა ჯერჯერობით ორი სწორი პასუხი როლანს და ნატას, რაც ცუდი ნამდვილად არ არის. მით უმეტეს რომ ყველაფერი წინ არის. მაშასე გიას და გიორგის დროც დადგა და წამზომი ჩაირთო. ერთ-ერთი ტოქ-შოუს წამყვანი. იმედზე. მაია ასათიანი. იმედზე. ნანუკა ჟორჟოლი. იმედზე. ჩვენი გია. იმედზე. ერთ-ერთი. ოთხშაბათი. ქალია თუ კაცია შეგიძლიათ რა უთხრათ? ხალია. ოთხშაბათს. მაია ასათიანი არა. იმედზე, მამიკო. რაიმე. იმედზე ოთხშაბათს. თუ ვიღაცას გაგონებთ გვარიან სახელი შეგიძლიათ რა უთხრათ? მისი ქმარი მღეროდა წინა ტურში, იმაში. მღერიან ვარსკვლავები. ორი ვარსკვლავში. მე არ ვერა გიო. სახელი. ток-შოუები რე. აბა გავიხსენოთ იმ. ток-შოუს რა ქვია, ქემაიც ხო შეიძლება რა. ყალიაშვილის სახელი ქვია. ძალიან კარგად ხსნის. ბერი ეკა ერთი წუთი ჯერ კიდევ გვაქვს. ვიცი არა, არა, ნუ ეხლა არ მახსოვს. გვარიც თუ ვინ? ხოჭა, გავაგრძელე. ერთხელ ამერიკაში. ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მსახიობი. ისა რა ქვია? მაგარი დონე მსახიობი, შოკი. დაცემა. რობერტ დე ნირო. ხო. ხოჭა. შლის ნუკლის ნამბობი. ავტორი. შავი. როლანდი სახელი. კარნახო. ვაჟა. მაგარი მოდელიორი. მე მასვია მისი პიჯაკი. იტალიელი. იტალიელი კოკო შანელი. მოკლეს. თავის ვილის წინ. აბა, ჩამოვთვალოთ ბრენდები. მაგარი დონე მოდელიორია. დოლჩე. რომელია მოდელი? არა, არ მოკლეს, არა. ერთ-ერთი მაგარია რა, ზროსლი. გავიდა დრო როგორც მატყობინებენ. ლელი იყო პროსტა. ძალიან კარგი იყო. სამი სწორი პასუხი აქვთ გიას და გიორგის, რაც არის მშვენიერი შედეგი. ამჯერად ლაშა დაიწყებს ახსნას. 2 წუთია კვლავაც თქვენს განკარგულებაში და წამზომი ჩაერთო. კი ბატონო, რამდენი სიტყვითაც გნებავს და როგორც კიდე წავიდა. ჩვენი საყვარელი არტისტი ლექსებს კითხულობს, მაგრამ გზელი თითები გამხდარი. ბიჭო, ეკალი. არ ხო ვიცი, ის მე ჯინორია მურმა. კი ბატონო. აა, დაბალი შვარცნეგერის ფილმში ტყუპებში რა, განიერი, კი ბატონო. ო,
თავი მოაჭრეს მის შვილს იქ იმაში ფრონტზე მეფის მსახური იყო ეს სარდალი გიორგი შარგაძე ბატონო გა სახურავზე ცხოვრობს უკან კაცული ხო ნივალ ნახე დავიფყარი რომი ამბავი ვიცი ვახ მაიცა აი კისერი რო აქვს რა რა კისერია კისერს რო გაქვს სახელი იმის ვისა იულიუს კეისარი ბატონო ფეხბურთელი ჩვენი ეხლა ეს არის ენერგეტიკის კალაძე გახ ბატონო ჩვენი მეგობარი ამოდინა მდინარეს მისამღერს რომ მღერის გოგო მინი ბადურაშვილი დავმარცხეთ ყველანი არა ჯერ ესპანელი იმიდან რო იხსვრის რა გიტარიდან რო ისვრის ბანდერასი ანტონი დავდი სახში უფლებებს რო იცავდა ცოტათი რუსულად რო ლაპარაკობდა ციხეებზე რო შედიოდა კეთილი ქალი ენთევდორაძე ეს ხო ყველას ის არის რა ანუ აი ტერიტორიული ზა აი ყველას მამიდა კი არა მეორე ოღონდ აი ტერიტორიულ ზას გავს რა ეს ხო ყველას ეს არის რა 9 სწორი პასუხი ამჯერად გაგას და ლაშას აღარ დავიმახსოვროთ ეს ჩავაბრუნოთ არ ვთქვათ ვინ იყო და კალათი გადავაწოდოთ როლანს აქვე გეტყვით რომ მეორე და მესამე ტური როგორც წესი ცვლის ხოლმე ყველაფერს ქულების თვალსაზრისით ასე რომ ჯერ არის ყველაფერი წინ ვაგრძელებთ წამზომი ჩაირთ წავიდა ჩექმებიანი თაგვებს რო იჭერს გავაგრძელეთ ხაი მეს ვინ არის ჩანს გაიხსენეთ ხო მაგრამ მე არ დამინახე მათ ვიცი რომ დაგინახე просто ავანჯი ხაი მე ვინ არის აბა როგორმე იქნებ ორიცის რა გაიხსენო ქნას რა ვქნა რო არ ვიცი კაი თუ სურვილი აქვთ გიორგის ან ლაშას შეუძლებთ და აიგეხმარონ და უთხრათ ვინ არის ვინ არის დამეხმარე ფეხბურთელი მიშას მოგვარი ოღონდ ქალი ოღონდ ქალი ქალი ფეხბურთელი ქალი ფეხბურთელი მიშა ხო არის გახსოვს ფეხბურთელი მიშა მოგვარია ოღონდ ქალი რა კაი მე გეტყვი ჩოგბურთელი მესხი მე ლეილა მესხი მე აქედან არ რო ვიცი ვინ არის ლეილა მესხი ხო მსახიობი რუსთაველის თეატრის ახალგაზრდა გოგო ჩვენთან სწავლობდა მაღალი რუსთაველის თეატრის რუსკა მაყაშვილი არა უფროსი ცოტა უფროსი რომეო და ჯულიეტაში თამაშობდა თქვი ეხა უკვე ხა ვაფშე იასუხიტაშვილი იასუხიტაშვილი კაი ისაკ არის ავტორი სიმღერა ისაკ არის ავტორი არ ვიცი ვაიმე რა არ ვერ ვიცი კაი ის რა ქვია ნატო მეტონძესთან ჩვენ როცა ჩვენი ყანჩელი კაი ხო დიზაინერი ძალიან მაგარი რა ვიცი სადაურია არმანი გავაგზავნე ეს ხო ისა რუსთავიორზე კომედი შოუში გაპუწული ბიჭიროა ნიკა გრიგოლია არა გაპუწული ბიჭიროა ესა მიშა ანდღულაძე მიშა ანდღულაძე ვაიმე ხო ის არა კომუნისტების ლიდერი ბოლო ლიდერი თავზე ტყლიპი აქვს ისა გარბაჩოვი გავიდა დრო კალთი გადავაწოდოთ გიორგის და 7 სწორი პასუხი როლანს და ნატას რაც მშვენიერი შედეგია წამზომი ჩაირთო Так, ვაიმე. Кто такой? ჩვენი თავდასხმის მეთქი შინაგან საქმეთა მინისტრი რო იყო, ეს გვარია ამ კაცის. მაგრამ ხო, ეგ არის, ხო? ვანო მერაბიშვილი. ხო, ეგ არის. არა, უცებ სხვა ეგ არის. ესე იგი ოპერის მომღერალი ბარსელონა ეგ ხო მაგას ვერის მაგას არ ვიცი ვერის მერკური არა მერკურ მომღერალი ოპერის ქალთან რომ ღერის ქალი ვინც არის მიმამსგავსოთ რამეს თუ არ ვიცით ხანი რამე არის გვარი გავს კალაძე იმ ფილმში კალასი კი გავაგრძელოთ კარგია ბარსელონა წეგანაც ხო მერკური როგორ ერთად ამოვიდნენ აქაც პირველი ქალი ვინც გაფრინდა კოსმოსში ტერეშკოვა ხო ვალენტინე ტერეშკოვა
ესე იგი კლინიკა რო არის ახლა. გვარამია. ხო. ესე იგი მსახიობია ამერიკელი და სახელი აქვს ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის ცოლი. პრეზიდენტის ცოლს რა ერქვა ჩვენი პრეზიდენტი? ექვია უბრალოდ ყოფილი. მიშას ცოლს რა ქვია? სანდრა ბალოკი. სანდრა ბალოკი ძალიან კარგია. так. აუ, რატორა. კაი, მირა, დაგეხმარები. აბა, ხარა მამა. დაგვეხმარეთ. როლანდ, აი მეტყვიან დრო რომ საქმეა ზარატუსტრას დამწერი. ისი? ვაი, ფილოსოფოსი. მივამსგავსოთ რამეს სახელი ან გვარი. ნოსტრადამუსი. არა. მეშა, არ მეშა. მოპატიე მეშა იყო შეცდობაში. ვაიმე, ფსიქოლოგი, სექსოლოგი. ჩვენი? არა, მსოფლიო ყველაზე მაგარი. გია ჯაჯანიძე. არა, მსოფლიო ფსიქოლოგი და გავიდა ფსიქოლოგი დრო, სექსოლოგი. არა უშავს, ძალიან კარგია 6 სწორი პასუხი გამოიცნო გიამ, რაც არის ძალიან კარგი მაჩვენებელი. ჯამში თქვენ გაქვთ 9 ქულა, სანამ შედეგებს გაგაცნობდეთ, აბა როგორია, ჩაერთეთ აქტიურად თუ არა გია? აი, ნორმალ პროსტა ნერვიულობ, ტრაფიკას, ისეთი რაღაცები ამოდის ხოლმე. როლან, ჩემი სიტყვი. კაცო, ვერთობ. ხო, კი, ცოტა ისაა რა, რა სახალისო. მეკვირდებით რომ მეორე, მესამე და განსაკუთრებით უკვე მეოთხე ტურში ბევრად უფრო იხალისებთ და გაერთობით, ახლა კი შევაჯამოთ პირველი ტური და ვნახოთ ვინ ლიდერობს ამ დროისთვის. ამ ეტაპზე 14 ქულა აქვთ ლაშას და გაგას და თანაბარი 9 ქულა აქვთ გიას და გიორგის და ნატას და როლანს. თუმცა როგორც გითხარით, ყველაფერი არის წინ. რეკლამის შემდეგ ბრუნდებით მეორე ტურით, ასე რომ დარჩით ჩვენთან და დაგველოდეთ. მაშასა რეკლამის შემდეგ ჩვენ ვუბრუნდებით პალიტრატივის ეთერს და ვაგრძელებთ გასართობ შოუს მიმიხვდი. ვაგრძელებთ მეორე და ოდნავ უფრო რთული, თუმცა ძალიან სახალისო ტურით. ამ შემთხვევაში მეორე ტურში ჩვენი პიროვნებები, რომელიც პირველ ტურში უკვე გამოვიცანით და კარგად გვახსოვს, ჩავაბრუნეთ უკან კალათში. ანუ ყველა პიროვნება თქვენ უკვე ახსნილიც გაქვთ და გამოცნობილიც. შესაბამისად, ახლა მხოლოდ ერთი სიტყვით უნდა აუხსნათ თქვენს მეწყვილეს, რომელი პიროვნება შეგხვდათ ფურცელზე. ეს არის ძალიან მკაცრი წესი, შეიძლება ასეც ითქვას, იმ შემთხვევაში თუ კი მეორე სიტყვას მიაშველებთ, ან მიმიკას, ან ხელის მოძრაობას და ასე შემდეგ, წყვილი შეწყვეტ თამაშს და სხვა გადავა მომდევნო წყვილზე, ასე რომ ვეცადოთ რომ მხოლოდ ერთი სიტყვა ვთქვათ, თუმცა იმ პიროვნებას, რომელიც გამომცნობის როლში იქნება, შეუძლია რომ ჩამოყაროს იდეები რამდენის უნდა და მივიდეს სწორ პასუხამდე. ამ შემთხვევაში არა 2, არამედ 1 წუთი იქნება თქვენს განკარგულებაში და თითო სწორი პასუხი კვლავაც არის თითო ქულის მომტანი. გამომდინარე იქიდან რომ ჯერჯერობით პირველი ტურის ლიდერები არიან ლაშა და გაგა, ლაშა ეს კალათი შენ ჩემგან და დაიწყე ერთი სიტყვით ახსნა. წამზომი ჩაირთო. ერთი სიტყვა, მხოლოდ ერთი სიტყვა. სუხიშვილი, ნინო რამიშვილი. გავაგრძელეთ. გიტარიანი, მეტი არაფერი აღარ თქვა? გიტარიანი. ეხა შენ გაიხსენე რა არის კავშირში გიტარიანთან? გიტარიანთან ისა მერკური? ფრედი მერკური მოიცადე რა შვაშია, ბაბო. შეგიძლია ჩამოთვალო რამდენი CD-ა გინდა იმდენი? ელტონ ჯონი ახსენეს. აბა გიტარიანი, არა შენ აღარაფერი ლაშა. მე არ უყურებ იმას სპეციალურად ვარ დაგვაჯარებო. კარგი ბიჭი ხარ. გიტარიანი. აბა გიტარიანი. მუსიკოსი კაცო აგერი. 15 წამი დაგჭირდა. რამელაშვილიც ვახსენეთ. აბა გიტარიანი. ვაფშე აი შოქში ვარ რა, მახსოვს შემე. არ მახსოვს, გიტარიანი. კარგი, გავიდა დრო. აუ, ვერ გავიხსენე. გაიხსენე შენ. გამოცნობილიდან ამოვიღოთ ლაშა და აქ ჩავაბრუნოთ ის გიტარიანი, რომელიც არ გამოვიცანით. არა უშავს. ერთი სწორი პასუხი, როლანდი დაიწყებს ახსნას და წამზომით ჩაირთო. ერთი სიტყვა? ვაიმე. გაიხსენე როგორა? ეს ვაიმე შევინე. არა არის. როგორ ახსნეს გაიხსენე? არის, ო ვაიმე შენე მინიშნე. აბა მხოლოდ ერთი სიტყვა როლანდ. აი, მეორე სიტყვა უკვე. მესამე მე მგონი. აბა გავიდა დრო რამე მითხარ. სოლი. მეტი არაფერი? ცოლი. აი ეს მე ვინახავ. აბა მე მგონი მეც მივხვდი, მაგრამ ის რაც გამოიცნეს ის უკვე ხო აღარ ბრუნდება. არა, რაც გამოიცნეს ის აღარ ბრუნდება. ეხლა სოლთან კავშირში რა არის? გაიხსენე რა
გამოვიცანით და რა ავხსენით პირველ ტურში, ისეთი, რაც შეიძლება იყოს კავშირში ცოლთან. არა უშავ. ვაფშე აზე ვერ მოვდივარ. არის ნერვიულობა. მე როლანს დავაკვირდები. არა მე არ მყური. იოლი არ არის. აბა ცოლი. ქალები ვაფშე ვინ იყვნენ ეგეც არ მახსოვს. ცოლი. აბა 1 წუთი. გავიდა. სანდრა სანდრა ჩაუთვალოთ ერთი. სწორი პასუხი ნატას და როლანს. იქიდან გამომდინარეა რა, როგორ აუხსნა სანდრა როლანსი და შესაბამისად სახეობები ვინც ამოვიდა იმებს ვიტყოდი და ერთ-ერთს გავარდყავდი. არა უშავს. ერთი სწორი პასუხი ზუდი არ არის. გადავდივართ გიორგის და გიას წყვილზე. გიორგი მხოლოდ ერთი სიტყვით 3-2-1 და დრო წავიდა. გიას რა მხოლოდ ერთი სიტყვა. მე რო თქოს. talk show. ეკა ხოფერია. მხოლოდ ერთი სიტყვით, ერთი სიტყვა. მოდელი. კარგი, მეტი არაფერი, მოდელი. ჯორჯ არმანი. აი ჩახ. მხოლოდ ერთი სიტყვით ბატონ გიორგი. ფეგურთელი. მეტი არაფერი აღარ მესხი. ლეილა მესხი. ეს ჯარიმა არ არის ისეთ მესხი. არა, ჩამოთვალოს გიას რამდენიც უნდა, იმდენი იდეა შეიძლება რომ ჩამოთვალოს და მივიდეს სწორ პასუხამდე. თავარია გიორგიმ აღარ დაამატოს მეტი სიტყვა. ფეხბურთელი აბა. თანამდებობის პირი ეხლა. კი. აბა, გავიხსენოთ. მიხუთა რა. ხო, ნუ ფეხბურთელი როა ეხლა ენერგეტიკის მინისტრი. სამწუხაროდ გაიხსენე გია. გვარი მაინც. კალაძე. გავაქცელეთ. მილიონ. მეტი არაფერი? გავიდა დრო, 5 სწორი პასუხი, ძალიან კარგი შედეგია. ნამდვილად. დამიბრუნეთ კალათი ამჯერად მე, ეგარა მეორე, ისინი არ ჩაყაროთ უკან. ეს ჩვენი მოგებულებია. შაბაშები ჩვენი. შაბაშები ჩვენი. კლავაც ცვლით როლებს, ამჯერად თქვენ იქნებით ამხსნელები, ხოლო თქვენ გამომცნობები. პრინციპი იგივეა, ისევ მეორე ტურში მრჩებით, ისევ 1 წუთი გვაქვს და ისევ 1 სიტყვას ვიყენებთ მხოლოდ და მხოლოდ. წამზომი ჩაირთ. 1 სიტყვა გაგა? კატა. ჩექმებიანი კატა. გააგზელე. მხოლოდ ოპერა. კალას. ჩქარა მოიოს. მულტფილმი. კალსონი. არა, შრეკი. ჯიგარ. 1 სიტყვა. მხოლოდ 1 სიტყვა. პოლიტიკოსი. კარგი, მეტი არაფერი აღარ დაამატო გაგა, ლაშა გაიხსენე პოლიტიკოსები ვინ ამოვიდა და იქნებ მივიდეთ სწორ პასუხამდე. პოლიტიკოსი კახი გამოვიდა კალაძე. არა. აბა, კიდე ვინ ამოვიდა? მიშა, არა. ვინ არის პოლიტიკოსი? არა, არ ეს არზე ხო არა. კაი, გავიდა დრო, ჩავაბრუნოთ ეს ბოლო პოლიტიკოსი, 3 სწორი პასუხი. დააგროვეს ლაშამ და გაგამ. გადავდივართ ნატას და როლანდის წყვილზე. კლავაც 1 წუთი და მხოლოდ 1 სიტყვა. დავიწყოთ. სააკაშვილი. მეტი არაფერი. სააკაშვილი. მერაბიშვილი. ცოტა დაგიხსენე. კარგი, არა უშავს სამწუხაროდ მეც ვერაფერს აღარ დაამატებს ნატა. როლანდ, ეხა შენი ფიქრე სააკაშვილთან ვინ შეიძლება იყოს დაკავშირებული? სააკაშვილთან იყო დაკავშირებული. სააკაშვილი. აი რა სააკაშვილი. სააკაშვილი. ხო. სააკაშვილი. ხო. რა სააკაშვილი. ვერ გამოიცდა, ვერ გამოიცდა. კაი, არა უშავს იფიქროს ჯერ არის დრო და იქნებ როგორმე მივიდეთ. 10 წამი დაგრჩაო, როგორც მეუბნები. ვერა? არ გამახსენე. კარგი, სამწუხაროდ ჩავაბრუნე უკან. კი, ჩააბრუნე და არ თქვა ვინ იყო. არა. გადავდივართ გიასთან. სიჩუმე, უსმენთ მხოლოდ გიას. 1 სიტყვა გია. შოგბურთი. ძალიან კარგად, ესე იგი, მინიშნება მისცა გიამ 1 სიტყვის. მესხი? კი, გავაგრძელეთ. 1 სიტყვა. ფრედი.
მერკური. სახელი თუ უთხრა გვარზე. სამწუხაროდ. არ შეიძლება. სამწუხაროდ არ შეიძლება და შესაბამისად ერთი თუმცა ამ ტურის ლიდერები გია და გიორგი არიან მაინც, იმიტომ რომ 6 პასუხი აქვს სწორად გამოსცემული. სამწუხაროდ გია. სიტყოდი არ არა, ეს არ შეიძლება და სამწუხაროდ სახელი იცი რამდენი მაქვს საქმეები, აი აქ არის უკვე. ელისი ამოვიდა. სააკაშვილი ბიშა უნდა გეტყვას. ხო, ნუ ესე რა თქმა უნდა მარტივია, თუმცა მე გიქარით რომ სახელი და გვარი არ სანდრა ბალუკი. სააკაშვილი არა მაქვს პრობლემა რა. კარგი, სიჩუმე. შეგვული იყო ჩვენ რატომ ვიჯდებით მაინც და მაინც. შევაჯამოთ მეორე ტურში 6 ქულით ლიდერობენ გია და გიორგი. 4 ქულა აქვთ გაგას და ლაშას და 1 ქულა აქვთ ნატას და როლანს. თუმცა 2 ტურის ჯამს რაც შეეხება 18 ქულა აქვთ. 2 ტურის ჯამს რაც შეეხება 18 ქულა აქვთ ლაშას და გაგას, 15 ქულით მეორე ადგილზე არიან გია და გიორგი და ჯერჯერობით 10 ქულა აქვთ ნატას და როლანს. თუმცა მესამე და მეოთხე ტური დარწმუნებული ვარ რომ შეცვლის ყველაფერს, რაც თავი არის ძალიან მხიარული სახალისო ტურები და მოკლედ თქვენს და ჩვენს მაყურებელსაც ახლა ძალიან დიდი მხიარულება ელოდებათ წინ რეკლამის შემდეგაც, რომ რჩებით პალიტრატივიზე და გველოდებით. ბრუნდებით მესამე და ძალიან სახალისო ტურით, სადაც ჩვენს მოთამაშებს სულ ცოტა ხნით დამუნჯება მოუწევთ. მოკლედ, მესამე ტურში მთავარი პრინციპი არის ის, რომ თქვენ არავითარ შემთხვევაში არ იღებთ ხმას, ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს მოძრაობაზე, თქვენს მიმიკაზე და ასე შემდეგ. იგივე პიროვნებები, რაც უკვე გამოვიცანით და ავხსენით აგერ უკვე 2 ტურის განმავლობაში, ახლა უნდა ავხსნათ მხოლოდ მოძრაობები. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელები, ფეხები, იცეკვეთ, თუ რამე მოგეწონებათ ჩვენ სტუდიაში, რასაც დააკავშირებთ. იმ პიროვნებებთან შეგიძლიათ რომ აქტიურად გამოიყენოთ, თავარია რომ არ ამოვიღოთ ხმა. აქვე ამ შემთხვევაში გაგა უკვე შეუძლია შენს მეწყვილეს რომ მკითხოს ქალია, კაცია, მსახიობია, მომღერალია და შენ შეგიძლია რომ ან დაეთანხმო რომ კი ბატონო, ან უარყო რომ არა. არ ხარ შეზღუდული ჩამოთვლაში, იგივე სწორპასუხამდე მისვლამდე შეგვიძლია ჩამოთვალოთ ძალიან ბევრი იდეა. 1 წუთია თქვენს განკარგულებაში და 1 სწორი პასუხი ამჯერად იქნება 2 ქულის მომტანი, ანუ თითო გამოცნო. რა თქმა უნდა, თქვენი ნება შეგიძლიათ ადგილიდან აუხსნათ, შეგიძლიათ გამოხვიდეთ. 1 წუთია შენს განკარგულებაში და წამზომი ჩაირთო. ხმას არ ვიღებთ. აბა ითხრე რაც და ელენე თეოდორაც. ხედა როგორ ეგ რა მომივიდეს მეთქი რა. ჩანს. აბა ითხრე ლაშა რაც და გაინტერესებს. კომპოზიტორი გია ყანჩელი. აიჩა. ჩექმებიანი და ეს კარტად რო. სააგაძე. არა, გორბაჩოვი? ფრედი მერკური. 4 სწორი პასუხი. მიაფარე. ფეხბურთელი, მიშა მესხი. არა? ვინა, მარადონა, პელე, ვინა? კალაძე. გავიდა დრო, ჩააბრუნე 5 სწორი პასუხი, შესაბამისად 10 ქულა. მაშასე არა მგონია. სიჩუმე, ნატა უკვე მზად არის, 1 წუთი და დრო წავიდა. იღბალი არ ყავს. არა უშავს. როლანდ, კითხე, ქალია, კაცია? მომღერალი ქალი, მარია კალასი არა. ჩამოყარე იდეები. მომღერალი ქალი ვინ იყო? აუ ქალი ქართველი როა, ქართველი ქალი მომღერალი ვინ იყო? ქართველი ქალი მომღერალი რას ვღერო და ქართველი ქალი. მე გაიხსენე მე. კიდე რამეც მიმანიშნა. ვინ იყო მომღერალი? გამختარია მსუქანია, რაღაცა იქნება. გამختარია ნორმალური ქალიაო. ვაიმე ვინ იყო? აბა კითხე რაც და გაინტერესებს. ქართველი მომღერალი ქალი ვინ იყო? ანუ უნდა გაიხსენოს უბრალოდ ვინ იყო მომღერალი ქალი, ქართველი. მე თან მე მგონი მე გამოვიცანი, ეგ იყო ის რა ქვია. ქათამაძე არ იყო,
კიდე იყო, აბა. მან დიყო არ რაღაც. გამიცნია ეგ ვაფშე კიდე. კი, ამა გამოიწვია. და მე გამოვიცანი? მე მგონი არ მახსოვს. მე გამოვიცანი. კაი, გავიდა სამწუხაროდ ერთი წუთი. რამბანზი რაღაცა მე მომივიდა. გამოვიცანი. არა უშავს, ჯერჯერობით არ გქონს პასუხი. გია. უნდა გაგეხსნა. აბა უხმოთ. მანი იმან ამიხ. ლაშა მამიხსნა ჩვენთან რომ ლაშა მამიხსნა ჩვენთან. მაშა ასე? სიმღერა. სიჩუმე. პირიქით. გია იწყებს ახსნას. ხმას არ ვიღებთ და წამზომი ჩაირთო. სიჩუმე, სიჩუმე, სიჩუმე. აბა ხა ვანიშნოთ ქალია კაცია. კითხე. ვალენტინატერი სკოლა. ეს ქალია, წავედი. ხმარა მოიღო გია და მოგერალია? დოქშოუ? ეკახოფერია. შეგიძლია კითხო ქალია კაცია მსახიობი? ხალია? ქართველია თუ არა ესე ქართველია? შეგიძლია კითხო. მე მივხვდი. აიმე ისა. აუ ხო გამოიცნეს. აბა ქართველი მსახიობი ქალი. დაგჭა 10 წამი გიორგი იფიქრე. ვერ ვიხსენებ, მახსოვს, მაგრამ ვერ გავიხსენებ. სახელი და გვარი ვერ გავიხსენებ. გავიდა დრო. ძალიან კარგი იყო, ორი სწორი პასუხი 4 ქულა ჯერჯერობით გიას და გიორგის. ვაგრძელებთ რა თქმა უნდა, ისე ვრჩებით მესამე ტურში. ოღონდ ამჯერად კლავაც სვლით როლებს. ლაშა გამოხვალ ალბათ. ორი პასუხი არ ქონდა. ორი სწორი პასუხი უნდა და 4 ქულა შესაბამისად, იმიტომ რომ თითო სწორი პასუხი არის. კი ბატონო. აბა გაგა. მიდი ლაშუნია, შენ გენაცვალე. წამწომი ჩაირთო. აი. ლეილა მასკი. რა ხსნით ჩანს იქიდან რა წერია? მიევაფაროთ აზამი ხელი. გითხავს, ორივე შვილს გეფიცები. იულიუს კეისარი. კალსონი. ეს კეისარი მე მაჩვენო მეგონა. ელტონ ჯონი. ჯერ ახსენი მე ჩავაგე. პავაროტი. კალასი. რა? დაგიძელე? ალა პუგაჩოვი. შენ რომ მიხდი, მაგით რომ მიხდი. გარბაჩოვი. შრეკი. გავიდა დრო ეს ჩააბრუნე ლაშა. მახარ. 6 მალადეს. ეს დავდოთ აქ. 6 სწორი პასუხი და 12 ქულა შესაბამისად ჯამში 22 დაგიჭერს სიამოვნებით. აბა 3-2-1 და წამზომი ჩაირთო. რაღა დარჩა ეხლა, კი მახსოვრება. აბა ჟაუბედური ფედი ვინ ხდება ჩემი აბა არ ვიცი ვინ არის კაი ლაშა მიეხმარე მაშინ. ვინ არის შეგიძლია უთხრა. თუ სურვილი გაქვს რა თქმა უნდა. მომეხმარე, ხო. ლაშახს ის იქნება. შენ ვირა? ნინი ბადური. შენ მეგობარი ხარ თუ და ია სუხიტაშვილი. არა ქართველია თუ არა ეს კითხე? ქალია? მომღერალია? შენ არ გეთამაშება, იმას ეთამაშება. ქალია, მომღერალი არ არის. მსახიობია? ან ქართველი ქალი მსახიობი? ია სუხიტაშვილი არ იყო? ია სუხიტაშვილი. არამედ ქართული არ არის ქართველი. არამედ სანდრა ბალოკი. ეგ არის? გავაგრძელე. გააგრძელე. ცოტა უფრო ნელა. ხმარა მოიღო. ეს ჯორჯო არმანი. გავიდა დრო, გავიდა ეს ჩავაბრუნოთ. კი. 2 სწორი პასუხი და 4 ქულა ნატას და როლანდს. აბა გიორგი. მოდი ჩვენთან. წამზომი ჩაირთო. უკვე? ой, ჩქარა. ყველაფერი, კიდე ეგ არის. ჩქარა. ხმა არა მოიღოთ. აი კითხა ეხლა. ჩანს, ხედავთ ყველანი. კარგი, ნუ აჩვენეთ ქალია კაცია, რა იქნება რაღაც მიანიშნოთ პროფესია და ასე შემდეგ.
კითხავს არ მიკითხება. კარგი, კითხე გია, ქალია, კაცია, ქალია. ჯულიეტა ვაშაყმაძე. რა პროფესიის არის, როგორ მე ვერ მსახიობია. ქართველია? კალასი. ნინო რამიშვილი. აი კითხე. მივაფაროთ ხელი. არა, მოცეკვავე რა ჩვენა მე. ესე გიორგისა ქალია? შუბიანი ქალია. იულიუს კესარი. აჩა. მარტო მე შეიძლება შევხვდეთ ცუდი რაღაცა. მერკური. ორი ყველაზე ცუდი იყო და ერთი მე შევხვდეთ ერთი. ელტონ ჯონი. გიასურა მელოში. გავიდა დროის ჩავაბრუნოთ. ორი სწორი პასუხი. ბანდერას ვაფშე იყო ხსენე. სამყარდა თუ კიდე? არა, ეს ტური დამთავრდა. კიდე ვითამაშოთ. მესამე და ძალიან სახალისო ტური, ესე მიუახლოვდა დასასრულს და მოდით გადავხედოთ მესამე ტურის შედეგებს. 22 ქულა აქვთ მესამე ტურში გაგას და ლაშას. 8 ქულით მეორე ადგილზე არიან გიორგი და გია და მესამე ტურში მხოლოდ 4 ქულა აქვთ ჯერჯერობით ნატას და როლანს. ამჯერად დაგვრჩა ერთი ტური სათამაშო, რომელიც არის ძალიან სახალისო, ძალიან მხიარული. არაფერ კავშირში აღარ არის ამ პიროვნებებთან, ანუ რადიკალურად განსხვავებულია. კი, ერთი ტური დაგვრჩა და ყველაზე სახალისო და გადამწყვეტი. პრინციპში ეს ტური, ანუ მეოთხე ტური შესვრის ყველაფერს. თუმცა, მანამ სანამ გავალთ რეკლამაზე და გადავალთ მეოთხე ტურზე, გაგა, როგორ მოგეწონს ჩვენი თამაში და რამდენად ჩაერთე ესე გაგა? ძალიან ჩართული ვარ და არ მინდა რომ დამთავრდეს. ლაშა, შენ რა სიტყვი? კმაყოფილი ხარ შენი მეწვევა? მეთანხმები გაგას დასკვნას. როლან, შენ არ ხარ მე მგონი კმაყოფილი. არა, მე ძალიან მართალი ვერ ვითამაში ვარ. კმაყოფილი ვარ და ეს კარგ ხასიათს დავდე. ნატა, შენ რა მეც სიტყვი? მომეწონა. აჰა. ძალიან კარგად და ვითამაშეთ. გიორგი, რა თქმა უნდა, მთავარი ეს არის რომ უნდა ვიხალისოთ. გია, კიდევ უფრო კარგ განწყობაზე რომ დავდგეთ და კიდევ უფრო გავმხნევდეთ, მოდი მეოთხე ტურამდე შეგვისრულე შენთვის საყვარელი რომელიმე სიმღერა თუ წინააღმდეგი არ ხარ. რა პრობლემა? გია სურამელაშვილი გაგვამხნევებს თავის ძალიან მხიარული სიმღერით და შემდეგ უკვე რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით მეოთხე და გადამწყვეტი ტურით. დავდივარ და გეცე და მაინც ყოველთვის გთმო მიყვარდი რატომღაც არ გემდე წავედი შორს მაინც შენზე ფიქრები მათოს დატრფობის ღამე იწყება დღეს სხვასთან ვარ და მაინც შენ არ გთმო ალერსი შემხედავ მზეს არ მინდა ცხოვრება დავიწყო თავიდან მოგონებების დარდით და ფერფლით ჩაგიხუტებ გულში წავიდე აპრილზე არ მინდა ცხოვრება დავიწყო თავიდან მოგონებების დარდით და ფერფლით ჩაგიხუტებ გულში წავიდე აპრილზე ობა ბაცნელია მე შენთან მომიყვანს გზა მივდივარ მე ყველგან მელია მე ქვეყნა და რავინ მგავს შენს მაგივრად ჩურჩულებს ხარი მინდოდი შენ და მოვიდა სხვა მონატრების ფიქრებით დაღლის გეზახი და ბრუნდი გვა არ მინდა ცხოვრება დავიწყო თავიდან მოგონებების დარდით და ფერფლით ჩაგიხუტებ გულში
გულში წამდე აფრენო არა 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 მინდა ცხოვრება დავიწყო თავიგა მოგონებების დარდი დაფერდი ჩაგიხუტებ გულში წამდე აფრენო ოპა მაშასე რეკლამის შემდეგ ჩვენ დავბრუნდით მეოთხე ყველაზე სახალისო და ამ შემთხვევაში გადამწყვეტი ტურით, სადაც თქვენ უკვე ძალიან კარგად იცით, რომ ამ შემთხვევაში ერთმა მეწყვილემ უნდა წაიკითხოს სიტყვები, ხოლო ლაშამ ამ შემთხვევაში, რომელსაც ყურში ძალიან მაღალ ხმაზე ესმის მუსიკა, გაგასპირის მოძრაობით უნდა გამოისოს თუ რა სიტყვებს აუხსნის მას გაგა. მოკლედ, მოემზადეთ ახლა ბევრი სიცილისთვის. დიახ. შეკითხვა. კი ბატონო. თუ ვერ ვუხსნი იმ სიტყვას, შემიძლია გადავახტე სხვა სიტყვას. არა. უნდა პირის მოძრაობით, როგორმე შეგიძლია დაუმარცხლო, შეგიძლია მთლიანი სიტყვა უთხრა, მთავარია ძალიან ხმამაღლა არ იყვირო. გავიგე. და მთავარია ის რომ როგორმე მიახვედრო. მაშასე, ლაშა გესმის უკვე მუსიკა, ხო მე მგონი? კარგი, ეს შენ დაიჭირე? დაუწიე. ვერ დაუწევს? მაშასე, წუთ ნახევარია და დრო წავიდა. ქორი. ჯოხი, ქორი. თოხი, ქორი. 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 მატყლი. მატყლი. მაგიდა. პლანი. მატყლი. მატყლი. ბადე. მატყლი. 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 ბატი. მატყლი. ბატი. მატყლი. 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 მათი. მატყლი. მატლი. მატყლი. მატყლი კი არა, მატყლი. 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 მატი. მატყლი. ყლი. მატყლი. მატყლი. მატლი. მატყლი. კი, ოღონდ მატყლი. მატყლი. მაკრატელი. მატყლი. მატყლი. ბადრი. მატყლი. 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 ნელა. მატყლი. 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 მატარებელი. მატყლი. მატყლი. იქიდან გაიხსენე. მატყლი. მატყლი. ეგრე ახსენე. ლი. რი. მატლი. არა. გავიდა. დრო გავიდა. ბატორი. ერთი სიტყვა გამოიცნო სწორად ლაშამ და შესაბამისად ორი ქულა ჯერჯერობით. შემდეგი წყვილი უკვე მზად არის. როლანდს ძალიან მაღალ ხმაზე ახლა მე ჩაურთავ მუსიკას, ხოლო ნატა დაიწყებს სიტყვების წარმოთქმას. როლანდ გესმის, ხო? აჰა, ეს შენ. შენ კი დაიწყე აი აქედან. ლარი. ლოდი. ეზო. ბორბალი. ბორბა. ბოკბერი.
ბალე ტი ბალეტი ხო ჭ ო თავიდან ჭ ჭ ეე ოვიგო ჭ ო ჭ ი ն ა ჭოჭინა აგვენძრა м з ц м ц м з з з м з з з н ц ц ц ц ц ц м з ე м з з z z გავიდა დრო როგორც მოწყობინებენ. ნო ნუ ხუთი სწორი პასუხი და 10 ქულა. ზე ზ ზ м з გითხრა მაშასე შემდეგი წყვილიც არის მზად, გიაც და გიორგიც. გიორგის ესმის მუსიკა მაღალ ხმაზე, ეს შენ დაიჭირე და გია დაიწყებს სწორედ ახლა სიტყვების წარმოთქმას. დრო წავიდა. ქ გ ქ უ რ დ ი გ ქ გ ქ უ რ დ ი ქ გიას ქ უყურს. უ ქოდი ქ რ დ ი ქოდი ხო ი ი ო ო д д ი გოდი ი ო д ი იოდი იოდი შ შ ჭ ს ჭ ჭ ა ა ღ ჭაღი ჭაღი ჭ ტ ჭ ჭ ტ ხ ხ ხ ხ ლ ლ ა ა პ ყლაპი ხლაპი შ შ ა ა ნ ნ დ შანდალი შანდალი ძალიან არის ფ ყურებია. ბ ფ პ ფ ფ ფ ა ფარდა ა ი ფაი ფ ფაიბური ფაიბური ა ა ტ դ ტ ტ ა ატამი ატამი ჭ შ ჭ ჭ ჟ ჭ ჭ ა ა რ რ ხალხალი ჭარხალი ფ ფ ა ა რ რ դ ფარდა ფარდა გავიდა დრო. გი. გავიდა დრო. ფარდა. გავიდა დრო. დროც გავიდა აქვე. რა არის ფარდაგი 8 სწორი პასუხი 16 ფარდა. ქულა, ბრავო. წყვილი უკვე მზად არის, კვლავაც ვცვლით როლებს. ახლა გაგას ჩავურთავთ ჩვენ მაღალ ხმაზე მუსიკას და ამჯერად ლაშა დაიწყებს სიტყვების წარმოთქმას. გაგას უკვე ესმის მუსიკა, ეს შენ დამიჭირე. და ლაშა, წამზომი ჩაირთო. კ ტ ტ კ კ ნ ტ ნ ნ უ კნუტ კნუტი ს ს პ ს პ ი სპილო კ ტ კ კ ა კა კ კატა ა კა კა ა ტ ა კა ა რ კ ა კ ა კ ა კა კალი ღ რ ღ ღ ღ ე ღე ր ღერ ღ ღერ ძი ღ ღ ღერ გ ღ ღერ ღილი ფ ფ ა ფ р ფარდა ა ფ რ დ ფ ფ ა р ა ფატა ფ რა ფ р ფარ ა ფარა კ როგორ კ კ ე ე ფ კეპ ფ კეფ ა კეფა კეფა м ბ м მ ა მა თ მა ნ თ მატ თ თ მა თ მაც თ მაქ თ მად თ თ თ თ თუ ჰო მაფ მათ მათ р ც ა ც ტ ც რ ნ ნ ც ს ц ც ц в ц ვ ი წვიმა в ი ა ц в ვ ი ი в წვიმი
ოჩა. გავიდა დრო, შვენიერია. მაშასე ნატა და როლანდიც უკვე მზად არიან, ახლა ნატა შაურთავ მუსიკას, საკმაოდ მაღალ ხმაზე გესმის ხო უკვე? და როლანდი დაიწყებს სიტყვების წარმოთქმას. აი აქედან ვიწყებთ. დრო გადის, ასე რომ მიდიხოს გააგრძელე. Terpi! და ბოლო წყვილი ჩვენი თამაშის გიორგი და გია უკვე მზად არიან. გიას ესმის მაღალ ხმაზე მუსიკა და ახლა გიორგი დაიწყებს სიტყვების წარმოთქმას. საზღვარი კარგია რუბელი საზამთრო სურ შათი ხო დრო გავიდა, როგორც მატყოვინებენ, მშვენიერიათ. გავიდა გია დრო, 9 სწორი პასუხი. მაშასე ამ სეზონზე უკვე მეორედ დაფიქსირდა ესეთი შემთხვევა, რომ თანაბარი 58-58 ქულა 4 ტურის ჯამში დააგროვა ორმა წყვილმა. ამ შემთხვევაში ლაშამ და გაგამ, გიორგიმ და გიამ. ჩვენ კი გადავწყვიტეთ ის, რომ დავამატოთ გადამწყვეტი ტური, პრინციპი იქნება იგივე, რაც იყო პირველ ტურში. ოღონდ ამჯერად გექნებათ 1 წუთი და თქვენ თვითონ უნდა აირჩიოთ წყვილიდან რომელი იქნება ამხსნელი და რომელი გამომცნობი და ეს ტური უკვე გადაწყვეტს ჩვენი დღევანდელი თამაშის გამარჯვებულს. და იმ ადამიანს, ვინც უკვე გადაინაცვლებს ნახევარფინალში, რა თქმა უნდა, და ვისაც ექნება შანსი იმისა, რომ გახდეს ჩვენი გამარჯვებული და ორკაციანი საგზურით დაიმსახუროს. კი, პირველი ტური მდგომარეობს იმაში, რომ რამდენი სიტყვითაც გნებავთ, თავარია სახელი და გვარი არ ვთქვათ და ვთქვათ ყველაფერი. ლაშა და გაგა დავიწყოთ თქვენგან და რომელი ახსნით და რომელი გამოიცნობთ. ლაშა ახსნის, გაგა გამოიცნობს. 1 წუთია თქვენს განკარგულებაში და წამზომი ჩაირთო. კოსმოსში კაცი. გაგარი. მეც რო უკრავდი შენ შოუში, ქალთან. ნანუკა შოუში.
ჩვენი და მომღერალი. ჩვენ ნინო ქათამარი. პოეტი ასანცანთებს გვარი იმის. ლადო ასათიანი. ფრანგი არტისტი. ერიშა. უაშებიანი გერმანელი, საშინელება. თავადი არტისტი რუსთაველის თეატრში. თავადური გვარია გოგონა, ძალიან ცნობილი. გოგონა? ხო, გოგონა გარეუბნიდან, რავი. იმაში მისდას ნინო ქვია. ისა მაყაშვილი, რუსკა. ხო. გავიდა დრო 7 სწორი პასუხი ლაშას და გაგას. მოკლედ 7 პასუხი სწორად გამოიცნეს. აბა გიას და გიორგის წყილში რომელი ახსნით? გოგო. გოგო. კარგი, მაშინ ესკალათი. თქვენ? წყვილმა გადაწყვიტა რომ გიორგი იყოს ამხსნელი, ხოლო გია გამოიცნობს სიჩუმე. და მე იმას ვიზავ გიო როგორ? რა ვიცი, თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ როგორც თქვენთვის უფრო მოსახერხებელი იქნება. სამზომი ჩაირთო, ერთი წუთი და დავალოდოთ, ესე იგი 8 სწორი პასუხი გჭირდება იმისთვის რომ გაიმარჯვოთ თქვენ. ვაფშე. როლანდ, შენ თუ გინდა დაეხო. კინომცოდნე ძალიან მაგარი ქართველი. გვახარია. ალადეთ როლანდი. მალე რო კარგი, მეტი აღარ მივეხმაროთ, იმიტომ რომ გადამწყვეტი ტურია და გიორგი იქნებ 40 წამი დაგვრჩათ და იქნებ როგორმე. ვერ ავხსნი, ვერ ავხსნი. ქალია კაცია იქნები სწორად მიამსგავსოთ გვარს რაიმიან სახელს. მირი. გიორგი სააკაძე. არა. საუკუნე უთხარი, დრო უთხარი. დავით აღმაშენებელი. არა. ქართველია? ქართველი. მე-20 საუკუნის დასაწყისი. საფრანგეთიდან ჩამოასვენეს. საფრანგეთიდან ჩამოასვენეს სპექტაკლია ჩვენთან თეატრში ძალიან ცნობილი. ქაქანებს. კანთარია. ჩამოასვენეს სპექტაკლი კარგი, გავიდა დრო 1 წუთი როგორც მატყობინებენ, გადამწყვეტი ტურის შედეგად დღევანდელი მიმიღწვის გამარჯვებულები გახდნენ ლაშა ნოზაძე და გაგა ჩიხვაძე. დიდი მადლობა. გამსახურებულად. მადლობა თქვენ ძალიან კარგი თამაშისთვის, იმისთვის რომ იყავით ჩვენთან ერთად. იმედი მაქვს რომ მიხალისეთ და სასიამოვნოდ გაატარეთ დრო. ჩვენ ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით და მომდევნო პარასკევს უკვე ახალ წყვილებთან ერთად გიბრუნდებით. რაც თავარია ჩვენს გადაცემაში არის სიახლე, მაყურებელთა სიმპათია გახდება ერთ-ერთი ჩვენი მოთამაშე. თქვენ შეგიძლიათ რომ ჩვენ Facebook-ის გვერდზე დააფიქსიროთ ვინ არის თქვენი სიმპათია და ჩვენ შესაბამისად ხმათა რაოდენობით ამ ადამიანს გამონაკლისის სახით დაუშვებთ უკვე ნახევარფინალში. ერთი კვირით გემშვიდობებით.